ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 3 ნოემბერია, გადახდის ბოლო თარიღი კი 17 ნოემბერი. ოფიციალური ინფორმაციით ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40,000 ლარს აღემატება. თუმცა იურისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გადასახადი უწევს ყველა პირს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს. საუბარია როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწებზე. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი აქვს შემოსავალი მას ან მისი ოჯახის წევრებს. მიწის ნაკვეთის ფლობის შემთხვევაში, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწების, ყველა იხდის ქონების გადასახადს. რაც შეეხება ნებისმიერი სხვა ტიპის ქონებას, ეს იქნება ბინა, მანქანა თუ სხვა. თუ პირის ან მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი იყო 40,000 ლარზე მეტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდით ქონების გადასახადს. ამ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადიც. შემოსავალში ითვლება ყველაფერი. ეს იქნება ხელფასი, გაქირავებით მიღებული შემოსავალი თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სარგებელი, რაც გასული წლის განმავლობაში პირმა მიიღო. რაც შეეხება გზავნილებს, კოდექსის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მიიღებს შემოსავალს პირი. გზავნილებით ქეშად თუ საბანკო გადარიცხვებით. აქ მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორ აფიქსირებს ამ შემოსავალს. ოჯახის წევრია მეუღლე, შვილი, გერი და ასე შემდეგ. პირთან მუდმივად მცხოვრები, რაც შეეხება სანქციას. დეკლარაციის წარუდგენლობის ან გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ დეკლარაცია საერთოდ არ წარადგინეთ, რაც უნდა გადაგვეხადა, იმას ემატება საურავის სახით ამ თანხის 5%. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%-ით ჯარიმდებით. თუ გადასახადის გადახდის ვადად განსაზღვრულია 17 ნოემბერი, ყოველ დაგვიანებულ დღეზე გემატებათ დეკლარაციით გადასახდელი თანხის 0,5% დამატებით. რამდენი ხანით დაგაგვიანდებათ, იმ პერიოდის განმავლობაში დაგეკისრებათ ეს საურავი. ბიზნეს სამართლის სპეციალისტ აკაკი ჩარგეიშვილს მოусმინოთ. ვის ევალება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება და გადახდა. ბევრი მეკითხება, აი ბატონო კაკო 40,000 არ მაქვს, მაგრამ მიწა ხომ მაქვს და ხომ უნდა დავადეკლარირო. მე ვეუბნები, რომ მიწას თუ არ დაადეკლარირებ, ის მაინც ექვემდებარება, ასე ვთქვათ, გადახდას. ანუ ტარიფი დადგენილია. ჩვენ ვადეკლარირებთ 40,000-ზე ზევით შემოსავალს იმ მიზნით, რომ მიწის გარდა კიდევ თუ რამეზე გვაქვს გადასახდელი, რომ იმისი მხილება მოხდეს და იმასთან მიმართებაში მოხდეს კანონით გადაფარვა გადასახადის გადახდის ქონების ამ შემთხვევაში. ამიტომ ცოტა რთული არის თვითონ განმარტებაც. რა ვადებში უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია, რა ვადებში უნდა გადავიხადოთ თანხა. მოდით ისევ ამოვიდეთ იქედან, რომ სავალდებულოებზე ვსაუბრობთ, ანუ 40,000-ზე ზევით წლიურ შემოსავალზე. შესაბამისად, აქ უკვე, ასე ვთქვათ, კანონით რეგლამენტაციურად პირდაპირ არის გაწერილი, რომ ეს ხდება 31 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ და როდესაც ეს დადეკლარირდება, ტექნიკურად ეს ეხება, რომ თქვენ მიიღებთ უკვე დეკლარაციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მხრიდან გამოგზავნილ შეტყობინებას SMS-ის სახით მობილურზე და უკვე 15 ნოემბრამდე თქვენ უნდა გადაიხადოთ ის განსაზღვრული, რაც დეკლარაციის მიხედვით არის გამოვლენილი. ვინ ითვლება ოჯახის წევრად, ვისი მონაცემები უნდა შევიტანოთ დეკლარაციაში. ოჯახის წევრად ითვლება ნებისმიერი პირი საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, ვინც ამ კონკრეტულ მისამართზე ოჯახში ცხოვრობს, შესაბამისად, როგორ უნდა დადგინდეს ცხოვრობს თუ არ ცხოვრობს, ეს უკვე გამომდინარეობს იქედან, რომ, ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულ მისამართზე არსებობს სარეგისტრაციო რეჟიმი, ჩვენ საქართველოში ჩაწერის რეჟიმი არა გვაქვს,
ჩვენ გვაქვს საცხოვრისთან დაკავშირებული ცხოვრების რეგისტრაციის რეჟიმი, რასაც ცალკე კანონმდებლობა არეგულირებს და აი ამ ჩანაწერებში ვინც არის მოქცეული ის უნდა, ასე ვთქვათ, მოვიაზროთ ოჯახის წევრად. ამ საკითხზე სამწუხაროდ პირდაპირი პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდი ცხოვრობს ნათესავი ან სხვა პირი და ასე შემდეგ და საგადასახადო სამსახურს შეუძლია მიიჩნიოს თუნდაც არ რეგისტრირებული პირი, რომელიც იქ იმყოფება, როგორც ოჯახის წევრი. იმიტომ რომ ოჯახის წევრს როცა ჩვენ გავნარტავთ, აქ აუცილებლად არ იგულისხმება დედა, მამა, შვილი და ასე შემდეგ. ანუ იგულისხმება იქ ცხოვრები მუდმივად მყოფი ადამიანები, ვინც იმ კონკრეტულ სიტუაციაში, იმ საცხოვრისში არიან. რა სახის შემოსავალი უნდა შევიტანოთ დეკლარაციაში? დღევანდელი არსებული საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა შემოსავალი შეიძლება ეს იყოს საჩუქარი, საჩუქარს გამონაკლისები აქვს იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე საჩუქა რაღაც ქონება უძრავი, სხვა შემთხვევაში თქვენ თუ ვიღაცამ გაჩუქათ, ასე ვთქვათ, უბრალოდ მეგობარმა ავტომობილი, ესეც უკვე შემოსავალია, იმიტომ ავტომობილს აქვს ღირებულება, ან გაჩუქათ ოქროს ნივთი, ესეც შემოსავალია, ანუ დეკლარაციის მიზნებისთვის შემოსავალი არის ნებისმიერი შემოდინება, რაც ოჯახის პიროვნების კალათის ღირებულებას ზრდის და ავსებს. დეკლარაციაში უნდა შევიტანოთ დარიცხული ხელფასი თუ ხელზე ასახები ხელფასი. მე უნდა გითხრათ, რომ უნდა შევიტანოთ დარიცხული ხელფასი, რა შეღავათები არსებობს და რა ტიპის ქონება არ ექვემდებარება დეკლარაციის შეტანას. პირდაპირ არის მითითებული იქ, რომ საგადასახადო კოდექსში რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული, ანუ რასაც ვერ ვაკონტროლებთ, იმ ქონებასთან მიმართებაში არ ვიხდით. შემდგომი ნაწილი არის უკვე ისიც, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა, ანუ სადაც კონტროლს ეფექტურს ვერ ახორციელებს, მაგალითად ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ადმინისტრაციული საზღვრის მიჯნაზე, ან ეს მცოცავ ოკუპაციას ეხა ჩვენ ვეძახით რაღაც და იმ სადღაც მიჯნაზე და ვერ შედიოდეს, ვერ უვლიდეს, ანუ ქონების ექსპლუატაციას ვერ აკეთებდეს, ასეთი ჩანაწერიც აქვს საგადასახადო კოდექსს, ხო? დეკლარაციას ექვემდებარება თავიდანვე, როგორც გითხარით, უძრავი ქონება და მოძრავი ქონებაში ვთქვით ბინები, სახლები, მიწა, სასოფლო, არასასოფლო და შემდეგ, რაც შეეხება მოძრავს, ავტომობილი არის ამ შემთხვევაში. სხვა დანარჩენთან მიმართებაში ქონების გადასახადი, ანუ სიმდიდრე მაგალითად ვიცით, რომ ვიღაცას არადა დასახელებულ პირს, სახელის, ასე ვთქვათ, დიდად რო არ გავაჟღერო, აქვს უზარმაზარი დიდძალი, ასე ვთქვათ, ქონებრივი სიკეთე, ხო? ეს იქნება სხვადასხვა ანტიკვარიატის სახით, ფასეული, ასე ვთქვათ, ნივთების სახით, სურათების, ნახატების და ასე შემდეგ. ეს ძვირფასეულობა არის ის ფუფუნების საგანი და ზოგადად მდიდრების გადასახადს რაღაც გარკვეულწილად ეძახიან, არის კვიპროსში, არის საფრანგეთში, მსგავსი რაღაცეები. ჩვენ შემთხვევაში ეს არ არის, ანუ რაც გინდა გქონდეს, უზარმაზარი რაოდენობით, ეს იქნება ოქრო, ვერცხლი თუ ასე შემდეგ, ამაზე ჩვენ გადასახადს არ ვიხდით, ვიხდით მხოლოდ უძრავ ქონებაზე, ანუ მიწა და მისი კატეგორია და ავტომობილზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ასევე ექვემდებარება დეკლარირების ნაწილს ქონების გადასახადის სახით. რა ფართობის და რა ტიპის მიწა ექვემდებარება ქონების გადასახადისგან თავისუფლებას და სასოფლო-სამეურნეო მიწები ექვემდებარება ამ შეღავას თუ არა. საგადასახადო კოდექსი ამბობს, რომ 2005 წლამდე თუ კი ვინმეს ჰქონდა მიწა, რომელიც არის 5 ჰექტრამდე, ანუ დასამუშავებელი ასე შემდეგ, ისინი არ იხდიან ამ შემთხვევაში უკვე მიწის გადასახადს, ქონების გადასახადს. რაც შეეხება ვისაც 2005 წლის შემდგომ აქვს შეძენილი, აი იყიდა იმისგან, ვისაც 2005 წლამდე ჰქონდა. ამ შემთხვევაში ექვემდებარება. როგორ ვავსებთ დეკლარაციას? დეკლარაციის შევსება მინდა გითხრათ, რომ მარტივი არ არის. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ და რაღაცნაირად ინსტრუქციები არის მოცემული, არის ესეთი საიტი RS ლათინური აბრევიატურით წერტილი G, ეს არის შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საიტი, ასე ვთქვათ, ინტერნეტ რესურსში ამას ჩვენ ადვილად ვნახავთ, იმიტომ ძალიან დიდი მოხმარებადია.
საიტი თავისი დატვირთვით შექმნილი არის ყველასთვის, ამიტომ არის რთული, როგორც ასეთი, მარტივი არ არის. ამ საიტზე პირველ რიგში ჩემი რეკომენდაცია ის იქნება, რომ ვიდრე მაინდა-მაინც 31 ოქტომბერი დადგება, მანამდე მოვახდინოთ ხოლმე გაცნობა, რაიმე სიახლე ხო არ არის, რაიმე ინსტრუქცია ხო არ შეიცვალა და ასე შემდეგ, რომ ამის შემდგომ უფრო ადვილად შევძლოთ მისი მოხმარება, როგორც ასეთი ელექტრონული გვერდის. ელექტრონული გვერდი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემით უნდა დავრეგისტრირდეთ, როგორც გადასახადის გადამხდელი, ამიტომ ჩვენი ფანჯარა გაგვეხსნება უკვე ცალკე, რომელიც იქნება ჩვენი გვერდი ამ შემოსავლების სამსახურის საიტზე, ასე რომ ვთქვათ, და შესაბამისად უკვე იქ ისევ უნდა მივყვეთ ინსტრუქციებს და სასურველი იქნება, რომ პირველი მეორე მცდელობების დროს მაინც ისეთი გამოცდილი ადამიანი დავიხმაროთ, ვისაც უკვე გაუკეთებია, არ არის აუცილებელი იურისტი, ბუღალტერი და ასე შემდეგ, უბრალოდ ვისაც გაუკეთებია, რომ უფრო ხელწვდომა, ასე ვთქვათ, შევსების მიზნებისთვის იყოს შედარებით მისაღები. რა ტიპის სანქციებია დეკლარაციის შეუსაბლობის და ქონების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში? დეკლარაციის შეუსაბლობა თუ კი ექვემდებარება აქ სავალდებულობაზე ვსაუბრობ ჩვენ პირველი ნაწილიდან რო ამოვიდეთ, ეს არის 40,000-ზე ზევით, ანუ ამ შემთხვევაში ექვემდებარება დეკლარირებას. არის ერთჯერადი ჯარიმა, ეს არის ერთჯერადი 200 ლარიანი ჯარიმა, თუ კი ეს არ შევავსეთ და შემდგომ უკვე რომ შეგვევსო და რაც მოგვიწევდა გადახდა, ანუ ზოგ შემთხვევაში 1000 ლარია, ვიღაცისთვის 5000 ლარია, ვიღაცისთვის 10000, აი ამ 1000 ლარს ყოველდღიურად დაერიცხება 0.05%, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად პროგრესირებს სანქცია, ანუ ის არ ჩერდება 3 წლის განმავლობაში და თუ კი ასეთი სანქცია ჩართული იქნება, ამას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას შემოსავლების სამსახური და უკვე ერთიანად მოხდება მისი დაკისრება. როგორ აფასებთ ფიზიკური ქონების გადასახადის დაბეგვრის წესს, 20 წლის მეტი ხანდაზმულობა აქვს ამ 40,000. შესაბამისად იმ პერიოდიდან მოდის, აი იქედან გამომდინარე, დღეს მისი მდგომარეობაც 40,000 აბსოლუტურად განსხვავდება ვიდრე 20 და 25 წლის უკან, როდესაც ესეთი რამე იყო. იმიტომ მარტივად შეგვიძლია შევადაროთ სახელმწიფო სექტორში ხელფასები როგორი იყო, კერძო სექტორს გამოვრიცხავთ და საჯარო სექტორში ხელფასები როგორია. თუნდაც საქართველოს პარლამენტის ჯამაგირი იმ პერიოდში იყო 500 ლარი, დღევანდელ პირობებში არის 12,000 თუ მეტი, მგონი არ მახსოვს ზუსტად ციფრი. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ციფრი არის. თავდაპირველადვე, როგორც კი კანონში ჩავიხედავ, დაბეგვრის სუბიექტი არის ერთი ადამიანი, ანუ ერთი ფიზიკური პირი. და როდესაც დეფინიციურად შემოდის მსჯელობა ოჯახზე, როდესაც არის საუბარი, ამას არ ითვალისწინებს ის დეფინიცია, სადაც საუბარი არის ფიზიკური პირის ქონების დაბეგვრაზე. შესაბამისად, გამოდის, რომ ოჯახში შეიძლება ორ ადამიანს და მეტსაც ქონდეს 40,000-ზე მეტი პირობითად შემოსავალი, გამოდის, რომ დგება არჩევანის წინაშე, რომელმა უნდა შეავსოს მაშინ ეს დეკლარაცია. და შესაბამისად თუ არის შვილი, დედა, მამა და აქვთ პირობითად 15 შემოსავალი წლიური, გამოდის, რომ ჯამურად აგროვებენ ისინი 40,000-ზე მეტს და ამ შემთხვევაში მათგან ისევ ერთის არჩევანის მიხედვით უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, დადეკლარირება, რაც პრინციპში თავისი არსიდან გამომდინარე არ არის სწორი, იმიტომ რომ ის არ უნდა ეხებოდეს ოჯახს, ის უნდა ეხებოდეს და როგორც არის მოცემული სათაურშივე ფიზიკურ პირს და ერთი ფიზიკური პირის გადასახადი უნდა იყოს ეს ქონების გადასახადი. 2026 წლიდან რაჭაში ეგრეთ წოდებული ყურძნის დაკრეფის ნებართვა დაწესდება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლაი უწყება. ეს იქნება ერთგვარი საპილოტო პროექტი, როდესაც მევენახეს წინასწარ დაკრეფამდე ეცოდინება თუ როდის უნდა დაკრიფოს ყურძენი და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. ლევან მეხუზლას ინფორმაციით, მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს ესპანეთში. სხვა განმარტება დაგეგმილ სიახლესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე
ეტაპზე არ კეთდება. სააგენტოში გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ეს საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც წელს არაპროგნოზირებადი ამინდის შიშის გამო მევენახეებმა ადრიანად დაიწყეს მოსავლის დაკრეფა, რამაც ყურძნის ხარისხი გააუარესა და ეს რომ ასე აღარ მოხდეს, საპილოტო პროექტი სწორედ ამას გადააზღვევს. შეფასებებს ჯერ ვერც რაჭველი მევენახეები აკეთებენ. ეუბნებიან, რომ მას შემდეგ შეძლებენ სიახლის შეფასებას, როცა მეტი დეტალი ეცოდინებათ. მეცხვარეობის განვითარებას ხშირად აფერხებს როგორც გადამდები, ისე არაგადამდები დაავადებები, რომლებიც სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს აყენებს დარგს და ზოგჯერ ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ აუცილებელია მათი დროული ამოცნობა და პრევენცია. ცხვარში გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა ტიმპანია, ფაშვის შებერვა, რომელიც ჩნდება სველი ან ცვრიანი ბალახით, განსაკუთრებით იონჯითა და სამყურით კვებისას. ასეთ დროს ცხვარს სჭირდება ფაშვის მასაჟი და სპეციალური ხსნარებით მკურნალობა. დისპეპსია ბატკნებში ჩნდება სიცოცხლის პირველ დღეებში და იწვევს ფაღარაც მუცლის შებერვას და სისუსტეს. საჭიროა დიეტა და მარილიანი ხსნარი. ჩლიქის სიდამპლე ტენიან გარემოში ვითარდება და იწვევს კოჭლობას. მკურნალობა მოიცავს ჩლიქების დამუშავებასა და სადეზინფექციო აბაზანებს. გადამდებელ დაავადებებში განსაკუთრებით საშიშია ჯილეხი, რომელიც ადამიანზეც გადადის. მისი პრევენცია მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია თურქული, ენტეროტოქსემია, ბრადზოტი, პასტერელოზი და დიქტიოკაულოზი. თითოეული მათგანი სწრაფად პროგრესირებს და ხშირ შემთხვევაში იწვევს სიკვდილს. პროფილაქტიკის მთავარი გზა რეგულარული ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია, სისუფთავის დაცვა და დროული ვეტერინარული ჩარევაა. ჯანმრთელი ფარა ნიშნავს პროდუქტიულ მეურნეობას და სოფლის ეკონომიკური სტაბილურობის საფუძველს. ფუტკრისა და ბარტყის დაავადებების დროული ამოცნობა მეფუტკრეობაში გადამწყვეტია. მთავარი არის დაკვირვება. თითოეულ დაავადებას თავისი ნიშნები აქვს. მაგალითად, ნესტიან ამინდში ფუტკრის კანკალი, გაფართოებული მუცელი და განავლით დასვრილი ფიჭები მიუთითებს ნოზემატოზზე. თუ მკვდარ ფუტკარს ცუდი სუნი აქვს და მარტივად იშლება, შესაძლოა საქმე გქონდეს სეპტიცემიასთან ან პარატიფთან. ვაროატოზის დროს სკის წინ ცვივა უფრთო ფუტკარი, ხოლო სხეულზე შეიმჩნევა მცირე პარაზიტი. აკარაპიდოზისას ფუტკარი დაფრენის შემდეგ ახლოს ვარდება და ფრთები გაშლილი აქვს. პარაზიტი ტრაქეას აზიანებს. თუ ფუტკრის განავალი ძაფისებრია, ეს მაისის ავადმყოფობაა, ხოლო თეთრი გაჭიმული ბარტყი მიუთითებს ჩაკირულ ბარტყზე. თუ სუნიანი ჩაზნექილი უჯრებია და ბარტი ძაფივით იწელება, ამერიკული სიდამპლეა, ხოლო მძაფრი სუნის გარეშე ევროპული. ფუტკრის სიკვდილი ან სკიდან გაქცევა ხშირად გამოწვეულია ნესტით, შიმშილით ან უდედობით. ნებისმიერი სიმპტომის აღმოჩენისას აუცილებელია სკის შემოწმება, სისუფთავის დაცვა, დეზინფექცია, ახალი სკის გამოყენება და საჭიროებისამებრ ვეტერინარული ლაბორატორიული ანალიზი. დაკვირვებული მეფუტკრე ყოველთვის გადაარჩენს ოჯახს. პოეტური სახელით როს მარინუს ცნობილი როზმარინი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან მოდის და სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა. მარადმწვანე ბუჩქს უყვარს მზე, შრალი ნიადაგი და უძლებს -20 გრადუს ცელსიუსამდე ყინვასაც. ეს მცენარე ცნობილია გამათბობელი და მატონიზირებელი მოქმედებით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ნერვულ სისტემას და ხსნის დაღლილობას. გამოიყენება როგორც ჩაის სახით, ასევე ზეთად ან ესენციად. როზმარინისა და კარნოზის მჟავები იცავენ უჯრედებს და ამცირებენ ანთებას. ურსოლის მჟავა კი ანტიმიკრობულად მოქმედებს. ეთერზეთები, ცინეოლი, კამფორი, პინენი უზრუნველყოფენ მის მკვეთრ არომატსა და თერაპიულ ეფექტს. აუმჯობესებს მეხსიერებას, მონელებასა და სისხლის მიმოქცევას. ამშვიდებს ტყივილს, ამცირებს შაკიკს და ხელს უწყობს ტვინის დაცვას ალცჰაიმერის მსგავსი დაავადებებისგან. გამოიყენება ჩაის, ფხვნილის, ექსტრაქტისა და ეთერზეთის სახით, ზომიერად.
დიდი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან ალერგია, ამიტომ ორსულებმა და სისხლდენის მქონეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. დღეს როზმარინი ბუნებრივი ენერგიისა და შინაგანი ბალანსის სიმბოლოა. როზმარინი, ზღვის ნამის არომატი და ენერგია ერთ მცენარეში. როგორ შევაფასოთ ხბოს ჯანმრთელობა სხვადასხვა ასაკში? ხბოს ჯანმრთელობა უნდა შეფასდეს მისი ასაკის გათვალისწინებით, დაბადებიდან მოზარდობამდე. სწორი დაკვირვება გვეხმარება დაავადებების დროულ აღმოჩენაში და ზრდის შენარჩუნებაში. კანი და ბეწვი. ჯანმრთელ ხბოს კანი ელასტიკური აქვს. ბეწვი გლუვი და მზდინავი. ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე მიუთითებს ანემიაზე, სილურჯე, ჰიპოქსიაზე ან გულის პრობლემებზე. ბეწვის ცვენა და ფერის დაკარგვა ძირითადად ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას უკავშირდება. სუნთქვა. მოზარდ ხბოს სუნთქვა უფრო ხშირია ვიდრე ზრდასრულ ძროხასთან. ხველა ან ხორხის მგრძნობელობა შეიძლება რესპირატორული დაავადების ნიშანი იყოს. წონა და ზრდა. ჯანმრთელი ახალშობილი ხბო იწონის 20-45 კილოგრამს და 47-50 დღეში იმატებს ორჯერ. ძუძუდან მოცილებისას წონა უნდა იყოს ზრდასრული ძროხის მასის 12-15%, მაგალითად ჰოლშტეინის 70-80 კილოგრამი. 6 თვის ასაკში ნორმა 150-160 კილოგრამს შეადგენს. დღიური წონამატი უნდა იყოს 0-დან 6 თვამდე 700-750 გრამი, 6-დან 12 თვამდე 600-700 გრამი, შემდეგ 500-550 გრამი. ყურადღება, ზედმეტი გასუქება ასევე პრობლემაა, აფერხებს რეპროდუქციას და იწვევს მეხორცულ სხეულის ფორმებს. კაცვი ეკლიანი ბუჩქია ან მცირე ზომის ხე, 1.5-დან 6 მეტრი, რომლის ვერცხლისფერი ყლორტები და ნარინჯისფერი ნაყოფი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. იგი მდიდარია ვიტამინებით, ცხიმოვანი ზეთებითა და კაროტინოიდებით. სწორედ ეს კომპონენტები განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელ და ქსოვილების აღმდგენ მოქმედებას. საქართველოში კაცვი ფართოდ გვხვდება ქართლში, კახეთში, რაჭასა და გურიაში. ის გამძლეა სიცხისა და ყინვის მიმართ, ამაგრებს ნიადაგს და იცავს ეროზიისგან, თუმცა ბუნებაში მისი რაოდენობა იკლებს, რის გამოც შეტანილია წითელ წიგნში. ნაყოფი იკრიფება სრულ სიმწიფეში, სანამ დარბილდება, ცივ რეგიონებში გაყინვის შემდეგ, რადგან ასე კაცვი უფრო ტკბილი და არომატული ხდება. შეგროვებული ნაყოფი ინახება სუფთა, უსნო კასრებში გრილ ადგილას 3 დღემდე. კაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტიკაში, კანის, კუჭისა და სასუნთქი გზების, ეგზემისა და დამწრობის სამკურნალოდ. სუფრის კოვს კაცს დაასხით 0.5 ლიტრი წყალი. ადუღეთ 10 წუთი, დაამატეთ თაფლი და მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ. კაცვი ამცირებს ქოლესტერინს, აძლიერებს გულს, კურნავს თირკმლებსა და ღვიძლს, დაინარჩუნებს სარგებელს თუნდაც გაყინვისას. ყოველ დღე მხოლოდ 2 სუფრის კოვზი კაცვი თქვენს ორგანიზმს ენერგიითა და ჯანმრთელობით აავსებს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.